ყატარში დაკავებული ქართველების დახმარებას ქართული დელეგაცია შეეცდება. ყატარელმა ბიზნესმენმა გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეებს კონტრაქტის პირობები არ შეუსულა, სანაცვლოდ მათგან თანხა მოითხოვა. რის გამოც ზოგიერთი ქართველი იძულებული გახდა გაურკვეველ საბუთებზე მოეწერა ხელი და ამის შედეგად 3 მათგანი დაჭერილი აღმოჩნდა. ასევე წინასწარ დაუზუსტებელი ვერსიით ქართველები ყატარში არალეგალურად იმყოფებოდნენ. ყატარში დაკავებულთა ზუსტ ბრალეულობას კი საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადგენს. ნინო კალანდაძის განცხადებით, საგარეო უწყების წარმომადგენლები უკვე ყატარში არიან. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ასევე მალაიზიაში ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებულ ბაბუცა გორდაძეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, საქართველოს წარმომადგენლები მალაიზიაში საგარეო უწყების წევრებსაც შეხვდნენ და დაგეგმილი აქვთ კიდევ რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა. ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებმაც გააკეთეს შესაბამისი კომენტარი. ამ ეტაპზე ეს განსაკუთრებული ფაქტი არ არის. ჩვენ დეტალების თაობაზე ინფორმირებული ამ ეტაპზე არა ვართ, თუმცა რასაკვირველია მოვიპოვებთ შესაბამის ინფორმაციას და გვაცნობებენ თუ კონკრეტულად რა საფუძვლით იქნენ ეს პირები დაკავებული და რისი გაკეთება შეიძლება შემდგომ უკვე იმისათვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ჩვენ დახმარება ამოუჩინოთ.